მოგესალმებით, ძირფასო მეგობრებო. დაროს კუთხე არის ჩემი გვერდი. პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. და ახოთ თქვენი ჩაფიქრებული. ეს იმაქვს აკანთებული, მაგრამ გვერდით და მოვიტანოთ. YouTube არ გვიკრძალავს. Სამართლოდ გრძნობს თავს. ვილაუკოთ. სამართლობას გრძნობს. არა ობიექტური ხარ ჩემს მიმართო? ყოველ შემთხვევაში ან ეს თემა არის, ან შესაძლებელია სამართლებრივი პრობლემები აქვს, ან კიდევ რაღაც სამართალთან აქვს საქმე. იდეაში. მოკლედ ეს ადამიანი, მე რომ გითხრათ, პირდაპირ მოემართება თქვენსკენ. მე ახლა ესეთ რაღაცას გეტყოდით, რომ ხოშიანად შევბრძანდით სალონში, მოწეს რიგდით, სულ რაღაცას რო ეძებ ამ გაშლების დროს. სულ ესე ვიწყებ თან. ეთყობა თქვენ სულ გეძებს ეს ადამიანი და ვერასდროს ვერ პოულობ და ვერ გპოულობთ, რაღაც ესეთი ხდება. და კარგი არ გვინდა. და ეს რა ქვია, როგორ არის იცით, მოემართება. მოწეს რიგდით, მოემზადეთ. იმიტომ რომ პირდაპირ ოჯახში მოდის ეს და არა დავუშვათ რაღაცა ქუჩაში, იქეთ არა. პირდაპირ მოდის ოჯახში, ქმარს თუ ელოდებით, ქმარია, შეყვარებული თუ ელოდებით, მაინც კი ბატონო. აი, ამ პოზიციაზე არის აქ რაღაც საკითხი. კარგით ნახოთ. შეყვარებულია. ესე იგი, თუ ეჭვდებარებათ თქვენი მეუღლის გრძნობებში, იცოდეთ, რომ შეყვარებულია. თუ სხვა არის, მაშინ იცოდეთ, რომ მაინც შეყვარებულია ეს ადამიანი თქვენზე. და ცდილობს აქ რაღაც დაცვის პოზიცია გამოიჩინოს. რას იცავს თქვენთან მიმართებაში, არ ვიცი. ნახოთ, აბა რას იცავ? ძალიან ენერგიული პოზიცია და ჩემს სიყვარულს, ჩემს გრძნობებს ვიცავ. ჩემს გრძნობებს ვიცავ და აქ დამეხმარე კი არ არის, აქ უფრო დამეხმარე არის რა თემაში, იცით, რომ ეს ურთიერთობა, დავუშვათ, ამ ურთიერთობამ სხვა საფეხურზე გადაინაცვლოს და აქ დასრულება და რამაც მეტია ლაპარაკი. აქ აუცილებლად გექნებათ თქვენ საუბარი, სხვათა შორის. ძალიან ემოციური და ეს ძლიერი ქალი კი ხართ, სხვათა შორის. ესე სხვათა შორის იყო, სხვა. კიდევ რა იქნება აქ? კი ბატონო, ეს თქვენი რაღაც ესეთი ემოციები ჩათვალეთ, რომ დასრულებულია რა სრულდება, იმიტომ რომ ისეთი პოზიციით მოდის ეს ადამიანი და ისეთი შემართებით და ისეთი ენერგიით და ეთყობა იმდენად იცავს საკუთარ თავს გრძნობებს, მე არ მინახავს თქვენში რა მოხდა თქვენთან ან რაღაცა. ყოველ შემთხვევაში მისი მოქმედებები ისეთი არის, რომ აქ აშკარად
არის ის მომენტი, რომ ნახეთ თუ რაღაცა თქვენ როგორი ემოცია გქონდათ გაქვთ მის მიმართ, რადგან ემოცია დაფიქსირეთ. არა ხართ თქვენ გაბრაზებული, არა. უბრალოდ რაღაცა მაინც ისე შეიძლება თავი შეიკავეთ, ვარი უთხარით, გვერდზე გადეკით, ხო? გულისებს მიღმა დადეკით. მაგრამ გაბრაზებული არა ხართ, არ ბრაზობთ. ეს მაინც რაც არ უნდა იყოს, მაინც ქრება, ხო? და აქ იწყება ახალი ურთიერთობა, ახალ ეტაპზე, ესე ვთქვათ, გადადის არჩევანი თქვენზე, გრძნობა თქვენთან, სიყვარული თქვენთან, რა ვიცი, აქ ძალიან შეყვარებულია პიროვნებები მიფიქსირდება. ერთ რაღაცას გეტყვით, მე კონკრეტულად საჯარო გაშლებს არავისი არ ვშლი. არც ჩემს გაშლებს მე აქ არ ვდებ. მე თუ ამოვიცნობ რაღაცას, ჩემ თავზე წავიდა ლაპარაკი. იცით რამდენი ვიდეო მაქვს ჩაწერილი და ეს რა ქვია, არატვირთული, არ ვტვირთავ ასეთ ვიდეოებს. ხო, და არც ვინმეს კონკრეტულად არ გულისხმობთ. მე თქვენი ისტორიები კაცო რომ მოდიხართ, კი მახსენდება, ვინც ბევრჯერ მოდიხართ, მაგრამ ზოგადად მავიწყდება ახლა ესე იმათ, რომ თქვენზე ვიფიქრო. იცით რა, კი, ყველა მნიშვნელოვანი ხართ, ყველა ძვირფასი ხართ, მაგრამ ესეთნაირად რომ ვიღაცაზე გავშალო, არა, საჯაროდ, გამორიცხული. ამიტომ ასეთნაირად მუღებულობთ ამ თემას, ხო? მე არ ვიცი აქ ახლა ვისი ენერგია დავიჭირე, ვის ძალიან გაინტერესებდა, დიდი ხანია ეს თემა, ესე ლამაზად არ გამიჟღერებია, მაგრამ და როგორ არის იცით, მე თვითონ გამიხარდა ახლა რაღაცა ვიღაცასთან ავიჯან ძველებს დაგილაგდათ, ან შეიძლება ახალი გყავს, ხო და წამოვიდა რაღაცა ისეთი კარგი ენერგიები. ეს არის პირდაპირ დაოჯახებაც კი ერთად რაღაც გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ეს ადამიანი თქვი ოჯახში მოდის, თუ ქმარია ბრუნდება თქვენთან, თუ შეყვარებულია, მე არ ვიცი რა არის, ან უბრალოდ ვინც არის, მოდის იმ განზრახით, რომ თქვენთან სერიოზული ურთიერთობა დაიკავოს, არავით არის მეგობრული, არავით არის გართობა, არავით არის ფარული და ასე შემდეგ. ეს ფარულ სახლს თქვენ არ გთავაზობთ. ეს არის პირდაპირ ქორწინება, ან პირდაპირ ხელის მოწერა, წამოდი, რა ვიცი, მე მგონი ესე მოდის კარებზე პირდაპირ. წამოდი, ახლა გამოდი გარეთ და მოვაწეროთ ხელი. აი, რაღაცა ესეთი არის. ნახეთ, აქ მე ცოტა თქვენთვის საჭირო ინფორმაცია დაიჭირეთ ვიღაცასთან, იქნება რომ ზუსტად მოვიდეს და ჯერ ლაპარაკით დაიწყოს რაღაცა, ის ჩემი გრძნობა მინდა იცავს და რა ვიცი, როგორც გავაჟღერე თავში, ესე იყოს ვიღაცასთან პირდაპირ მოდის და მაინც ასე გამოდის, ხო? ამ ადამიანისთვის ხართ მნიშვნელოვანი. ну რა ვიცი, აქ მე 2-8 წუთში ჩავადი მთელი ისტორია. კარგი, რას გრძნობს კიდევ? არა, ეს ბედი არის ჩემო კარგებო. ბედი არის აქ, ბედის, მოდი ასე ვთქვათ, ბედის თემა, ბედი. ანახეთ. კი ბატონო. თქვენ ამის დაჯერება ჯერჯერობით არ შეგიძლიათ, ვერ იჯერებთ. ვერ გრძნობთ შეიძლება ან რაღაც წარმოუდგენლად მიგაჩნიათ, ხო? ან ეხლა ვერ გაიაზროთ, შეიძლება ვინ არის, ან მართლა ასე თუ არის. ეს პირდაპირ დაოჯახება არის. თქვენი ისინი რაღაცა, თქვენი შინაგანი ბლოკები მოიშორეთ. თქვენ თვითონ ქმნით სიმძიმეს და რაღაცას აქ, რა ვიცი, მე რას იგონებთ მიზეს. ამიტომ ეს ყველაფერი მოიშორეთ. მე აქ ადამიანი მიფიქსირდება თქვენთან სერიოზულად. ანახე რას გრძნობს კიდე თქვენს მიმართ ეს ადამიანი.
ძალიან დიდ პატივს გცემთ. სულიერი კავშირიც არის საქმე, სხვა არჩევანი, სხვა გზა არ მაქვს, ესე მესაუბრება ჩემო კარგებო. ეხლა წამოვიდა როგორი ემოცია და ენერგია იცით? ძალიან ეს სხვა არის, ეს არის სხვა, აი შენც იქით მე გზა არ მაქვს. კიდევ არა, მთელი გეგმა თქვენზე აქვს და მთელი ყურადღება. კი ბატონო, აქ ურთიერთობის სხვა გრძელ პერიოდში გადადიხართ, მე აქ მეტის გაგრძელებას არ ვაპირებ. უბრალოდ ეხლა ადამიანი რო შარს ეძებს, ისეთი პოზიცია უფრო გამომივა, იმიტომ რომ ამდენ არკანს რო ამოლაგებ. აქ დასტაბილურება, პირდაპირ ოჯახის ბედნიერება, წარმატება, სიყვარული, საინტერესოა. ეს შეგრძნებაა თუ მართლა რეალურად ესე მოიქცევა? რეალურად ხანთან ასე მოიქცევა? აი მე რეალურად იქცევა ხალხო, რა ხდება? კი, გესაუბრებათ, ეს ხმას იღებს ვიღაცამ ლაპარაკი ისწავლა, თუ გამოულოცეთ. აშკარად. მიხვდა რომ რაღაცა, ესე იგი, სიტყვა უნდა დახარჯოს. რაღაცა ერთი-ორი სიტყვა გკითხოთ. მოდი რუნებსაც გკითხოთ, აბა. დაუჯახდებით. ახლა ეს რაცა. დავალაგო არაუდარეულია ცოტა. არ მინდა ესე არაუდარეული. დავალაგოთ გონება მასთანაც, თქვენთანაც, თქვენ არ იმასქნა, დაურგაურიოთ და ეხლა ვკითხოთ. დაუჯახდებით საბოლოო ჯამში. მოვიდა. მაინც ოჯახში ამოდიხართ. ხო, ეთყობა აქ ხო რაღაც ან ოჯახად ამოდიხართ, ოჯახი არის ეს კი. თქვენ ან ხართ უკვე ოჯახი, ან ოჯახად ამოდიხართ. მაგრამ რაღაც იყო შეიძლება ცოტა, ასე რომ ვთქვათ, სიცივე შემოეპარა თქვენს ურთიერთობას თუ გრძნობებს, ეს სიყვარული არის ეს ოჯახი. კი ბატონო. კი ბატონო, ელოდეც ასწავლებს. ეს ამას არავინ არ aqავს. აქ სხვა ქალი არ არის. ძალიან მაგარია. ეს ძალიან მარტო და ესე რომ ვთქვათ, თავისთვის არის ჩაკეტილი. ელოდეც ასწავლებს, ეს იქნება მართლა, ვიცი. აქ ორი აზრი არ არსებობს. შეგიძლიათ არ დაპროგრამდეთ, მაგრამ მიმღებლობა დააკეთოთ და რა ვიცით, მიამინე იქნებ ზის, ხო, ეგ რაღაცა და მართლაც გამოვიდეს თქვენს ცხოვრებაში, ვისაც არ ელოდებით ესეთ ცვლილებებს, მაგრამ აქ აშკარად არის ეს მომენტი. მე გისურვებთ ჩემო კარგებო წარმატებას და იყოს ასე, რატომათაც არა. კი გავაჟღერე, მე დიდი ხანია ესეთი გაშლები მაქვს დაოჯახებაზეც, იმაზე ჩემზე ფიქრობდა ბევრი და კი ხედავთ რომ ვარ დაოჯახებული. ასე რომ, ნუ ფიქრობთ, რაღაცა მანქანას ვაჟღერებდი, ისე წარმოიდგინა ადამიანმა რომ არ იქამედ, ხალხო მე თუ რამეს ყიდვა მინდა, რაღაცა თქვენ აქ არ გაგიჟღერებთ. ეს არის იმ ადამიანზე, თქვენზე არის მორგებული და არა ჩემზე რომ იცოდეთ. ასე რომ ეს ვიღაცაზე არის ახლა მორგებული, ეს არის იმისი და არა ჩემი. ხო. ასე რომ მოდის ეს ადამიანი და მოემზადეთ, გენაცვალეთ, გაიპრანჭეთ და ასე შემდეგ. და გემშვიდობებით გისურვებთ წარმატებას და ეს იყოს ასე და ასეც იქნება.